იცოდი, რომ Brawl Stars-ში უამრავი ბაგი არსებობს, რომელიც თამაში ასე თუ ისე გაანადგურა. კი, არ მოგესმა, დღეს ყველაზე ამანადგურებელ 10 გლიჩზე ვისაუბრებ, რომელიც მანამდე არასდროს მოგისმენია. ჩაუჯექ ჩემ ვიდეოს, მე გუგა ვარ და დღეს ჩემ ვიდეოს ვუყურებ. მოდი დავბრუნდეთ 2017 წელს. იცოდი, რომ 2017 წელს არსებობდა საიდუმლო ძალზე ძლიერი გზა გოლის გასატანად Brawl Ball-ში? კი. ჩვეულებრივად ბრაულერები, რომელსაც ქმედებისას გადახტომა შეუძლიათ, ბურთს გადახტომისას იღებდნენ და პირდაპირ კარისკენ მიფრინავდნენ. კი, მაგალითად El Primo. და ამას ვერც მესივე დაიცოდა დამიჯერეთ. მაგრამ თუ ახლასდი ამას, ბურთი უბრალოდ გაიჭედება მიწაზე და შენ გამოჩნდები შინ თიმეითების თვალში, როგორც ჩვეულებრივი მოთამაშე და ნუბი. ეს ერთადერთი ბაგი არ ყოფილა ძველ Brawl Ball-ში. ადრე, როდესაც ვინმე გოლს გაიტანა, ზოგჯერ ბრაულერები იგივე ადგილას იბადებოდნენ, იგივე სპაუნდებოდნენ, სადაც გოლის წინ იყვნენ. ეს ხშირად თქმიდა ძალიან დაძაბულ სიტუაციებს და ბევრი მოთამაშე სუპერსეს ურჩიოდა, სანამ ეს არ გამოასწორეს. ყველაზე გიჟური ბაგი კი ალბათ Star Power Swap ბაგია 2019 წლიდან. რა თქმა უნდა, Friendly Battle-ში, ბრაულერის შეცვლით და მაშინვე თამაშის დაწყებით. მოთამაშეები სხვა ბრაულერის Star Power-ით შედიოდნენ თამაში. მაგალითად, კოლტი ბროკის ხანძრის ჭურვებს ტოვებდა, მორტისი ცეცხლს აყენებდა და ზოგჯერ ბრაულერებს შეეძლოთ თავიანთი თანაგუნდელების მოკლაც კი პოკო Star Power-ით. სამწუხაროდ ეს ბაგი მხოლოდ მეგობრულ თამაშებში მუშაობდა და მერე გამოასწორეს, რადგან ზედმეტად ძლიერი იყო Friendly Battle-ებში. ამას მეც კი ვიყენებდი ძველ 2020 წელში. კიდევ ერთი ბაგი, რომელიც რეალურ თამაშშიც მუშაობდა, იყო 2020 წლის Robo Rumble-ში. სპრაუტის ბაგი, რომელშიც მისი ქმედება სუპერით მუშაობდა როგორც კედელი. თუ ბოქსზე პირდაპირ დააგდებდი იგივე ჰეისტზე სუპერს, რობოტები ფიქრობდნენ, რომ კედელი იყო და ვერ გადიოდნენ მასზე. უბრალოდ იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ. ხოლო როგორც კი ქმედება სრულდებოდა, მარტივად მოიპოვებდი ახალ სუპერს, რადგან ყველა ბოტი ერთ ადგილზე იდგა. გამარჯვება კი გარანტირებული იყო. ნუ მეც რას ველოდები ახლა ბოტებისგან. ნუ ეხლა Brawl Ball-ის სავსე იყო მისი გიჟური ბაგებით. ხანდახან კი ბურთი პირდაპირ წყალში ჩერდებოდა და მას ვეღარავინ იღებდა. ერთადერთი გზა იყო მისი გამოყენება სტრატეგიულად. გაიტანდი ერთ გოლს, წყალზე გააჩერებდი და ეგ ამოწიაღდე ვერაფერს აკეთებს. შენ კი გარანტირებულად იგებ ამ Brawl Balls. დამერწმუნეთ, ძალიან მაგარი ბაგი იყო. მოდი გადავახოთ 2022 წელს, როცა ფრენკი წინ იყურებოდა და უკან უტყდა. ხო, ცუდად ჩამოყალიბდა, მაგრამ თუ ფრენკს სწრაფად დაატრიალებდი იმ მხარეს, საიდანაც სუპერს არისროდი და შემდეგ სუპერს ააქტიურებდი, ბაგი ხდებოდა და ანიმაცია წინ იჩენდა თავს, მაგრამ ზიანი უკან მიეყენებოდა შენ წინააღმდეგეს. თუმცა რეალურად ეს ბაგი არავინ გამოიყენა სერიოზულად, არა და მე კარგად ვიყენებდი. ოდესმე გინდოდა Walmart Leonად გაქცეულიყავი? 2021 წელს ასეთი რამ შესაძლებელი იყო. Brawl Stars-ის დეველოპერმა Twitter-ზე თქვეს, რომ არსებობდა ბაგი, რომლის დროსაც მოთამაშეები ხდებოდნენ უხილავები. თუმცა, ჩრდილოვანი სახელი და სიცოცხლის ზოლი მაინც ჩანდა. ბევრი იუთუბერი, მათ შორის Ray, სადა ეს ბაგი და ძალიან მოეწონათ. იქნებ Brawl Stars-მაც დააბრუნეს ეს როგორც costume skin-ი. რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში. ყველას იზღება მორტისთან სიკვდილი და არ გაგამტყუნებ ტიპი, რომ მიდის პარიკმა ხერთან. ეუბნება, მომეცი ბარბარიან level 1 ვერსია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ბაგი იყო, რომელმაც მორტისი უსარგებლოდ აქცია. მისი ღამურები უბრალოდ ლივლებდნენ, მწვანედან ათევდნენ. კი, ეს ნამდვილად დეკორაციას გავდა. მოწინააღმდეგეს კი ვერაფერს აკლებდნენ. ალბათ ყველაზე უსარგებლო ბაგი იყო ის Brawl Stars-ის ისტორიაში. Brawl Ball-ი ეს მარტივი რეჟიმია, ვითომ? მაგრამ რატოღაც ყველაზე ბაგიანი. მაგალითად, სპრაუტის კედლით შეიძლებოდა ბურთის გაჭედვა კარში მოთამაშეებთან ერთად, მაგრამ გოლი არ იცვლებოდა. ბურთი კარში იწეოდა, ისეთი დღეს არაფერი არ მომხდარა. ჩვეულებრივ თუ საკუთარ კარში შეირბენ ბურთით, დაკარგავ, მაგრამ თუ კარის მთელი ზონა კედლით იყო დაბლოკილი, ბურთი რჩებოდა. ამ რეჟიმს მართლა სჭირდება საჯი. საერთოდ ბაგები, ვიცით ეს რომ ჩვეულებრივი პატარა შეცდომებია დეველოპერებისგან და იშვიათად შეიმჩნევა, მაგრამ ასე არ იყო 2022 წელს, როცა უცნობი მოთამაშე ჰეის თამაშობდა უბრალოდ და ეკრანი გიგანტური მოჩვენებებით დაიფარა, ესე რომ ვთქვათ. უცნობია რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ისე ჩანდა თითქოს დეველოპერები რეალურ დროში ცვლიან თამაშს. ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე ჩემი არხი, დაალაიქე ვიდეო და გააქტიურე ზარისხილაკი, დამიტოვე კომენტარი, შევისახით და გამოხატეთ სურვილი, გინდათ თუ არა გადავიღო ესეთი ვიდეოები. მადლობა და ნახვამდის.